გასაუბროთ მე-9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამომშვიდობის რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა დაკავებულია. ადმინისტრაციული დანაშაული თუ დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით, რა საფრთხე დაინახა ხელისუფლებამ სამხედროებში. შიში ჩავარდა ხელისუფლება, რომ მათთან ნიკამ რამე სამხედრო გადატრიალება არ მოგვეწყოთ. ამიტომ მათთვის ყველაზე იოლი გამოსავალი იყო, რომ ნიკას იზოლირება მოეხდინათ. აბრძალული გლოვა. პანკისი დუმილს არღვევს ინტერვიუ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებთან. თარობის ხალხი იყო მოდიოდნენ. მოგაზიადებდო, ბიჭებს არ მოგცემდო. ბრებს არ მოგცემდო, ძახნი. რომ მონათლის ტერორისტად და შეურაცხეს ბავშვის წმინდა სპეტაკისული მაღაზე პასუხს მოვთხოვთ. არ მოვუხდით და ვიცოცხლეთ. ნავთობის ყოფილი მინისტრი მედია მაგნატი ხდება. დავით კეზერაშვილმა რუსთავიორისა და მზის აქციები იყიდა. არაფერს არ ნიშნავს, ახლა კეზერაშვილი გადაიფორმებს თუ ადეიშვილი გადაიფორმებს, იმიტომ რომ დაიწყება გამოძიება ამ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების. საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაპატიმრებულია. ღირსების ორდენის კავალერი, სამხედრო ღირსების მედალოსანი, პირველი რეინჯერი და სამიდან ერთ-ერთი ქართველი მწვანე ბერეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს პატრულისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. თუმცა ამის შესახებ დღეს ხდება ცნობილი. რა იყო არჩევნების წინ მაღალჩინოსანი სამხედროს დაპატიმრების რეალური მიზეზი? ჯანჯღავა არ არის ერთადერთი ოფიცერი, რომელიც 1 ოქტომბრისთვის ახალაიამ გაანეიტრალა. ფალიაშვილის 11 ნომერთან ნიკა ჯანჯღავა 20 აგვისტოს დილის 2 საათზე პოლიციამ დააკავა. ოფიცერს ხელბორკილები დაადეს და დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ნიკა ჯანჯღავა პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული. ნიკოლოზ ჯანჯღავა დაკავებულია იმ ბრალდებით, რითაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური დევნილი იყო დაკავებული, როდესაც უფარდებდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხტს. ანუ დაუმორჩილება და წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისადმი. ნიკა ჯანჯღავას ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ახლობლები კი პირად საუბარში აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ოფიცრის მეგობრები ამბობენ, რომ ჯანჯღავას დაკავების შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს. რატო დააკავეს ნიკა ჯანჯღავა 19 აგვისტოს და რას ნიშნავდა მუქარა მისი ოჯახისადმი? რომ ხმა არ მოიღოთ მისი მეგობრებისადმი. გუში გავიგე ნიკას დაპატიმრების ამბავში, ხო წარმოუდგენელი რაღაცა, ბომბის ავით გავედნენ, რომ ნიკა ჯანჯღავა დაიჭირეს ნასვამი ხულიგნობაზე. ეს აბსურდია. თავად ნიკოლოზ ჯანჯღავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ოფიცერმა სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდია. მინდა ვთქვა, რაც მოხდა იმ ღამეს და ასევე მინდა განმარტო, თუ რატომ გადაეცა სასამართლოს ეს დოკუმენტები, რომელიც დაერთო საქმეს. ჩემთვის რთულია გადავაადგილდე ისე, როგორც კრიმინალი და ვიყო ბორგილებში, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც სამხედრო ფორმა მაცვია და ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც ქართული ჯარის ფორმა მაცვია, არ მქონია არც ერთი სამართალდარღვევის ქმედება. იმ ტერიტორიების გარდა, რომელსაც ახლა არ ვაკონტროლებთ. ის გარემოება, რაც მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ 1992 წლის ნოემბრიდან, როდესაც მე პირადად ნახე, რას უშვება ალკოჰოლი ჩვენს მეომრებს, იმის შემდეგ წვეთი არ დამილევია, იმიტომ რომ მე ვიცი, რას ნიშნავს ალკოჰოლი და ჯარი. დაკავებიდან მეორე დღესვე ნიკოლოზ ჯანჯღავა შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. 60 დღიანი პატიმრობისმა და მას 19 ოქტომბერს ეწურება. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. გიორგი, საღამომშვიდობისა, პირველ რიგში თავად ჯანჯღავაზე რო ვისაუბროთ, რა ინფორმაცია გაქვს, რატომ გახდა მისი განეიტრალება აუცილებელი? საღამომშვიდობის ნათია 20 აგვისტოს გამთენისას დილის 2 საათზე მოხდა ჯანჯღავას დაკავება. საპატრულო ეკიპაჟების მიერ ორი მანქანა მივიდა და აადეს ეგრევე ხელბორკილები. არის ჩვენ გვაქვს ჩვენ წყაროების მიერ ეს ინფორმაცია, რომ თვითონ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ერთ-ერთი მანქანის განზრახ დაზიანება ხელკეტით. ეს იყო ყველაფერი გადაღებული და იმ შემთხვევაში თუ კი ოჯახის წევრები ან თვითონ ჯანჯღავა გააკეთებდა საჯარო განცხადებას ადმინისტრაციული წესის ნაცვლად მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცედნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მხოლოდ 60 დღე მიუსაჯეს და იგი იმყოფება დიღმის შინაგან საქმეთა სამინისტროს. რატომ იყო ის საშიში არჩევანი? საშიში იყო იქიდან გამომდინარე, რომ მისი იმიჯი არის საკმაოდ მკაცრი, რეფორმატორული, არ ეგუება პირდაპირ ბრძანებებს და პირდაპირ ამბობს
თუ კი სერიოზული პრობლემები არის არმიაში. მე შეგახსენებთ, რომ მას ჰქონდა ორი მსგავსი შემთხვევა 1997 წელს და 2002 წელს, როდესაც პირდაპირ გამოვიდა და აღნიშნა ერთი კორუფციის შესახებ და თავდაცუნარიანობის გამტკიცებისთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შესახებ არმიაში და ანალოგიური იყო 2002 წელს. სწორედ ეს გახდა ჩემი აზრით მიზეზი იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაახლოებით ერთ თვით ადრე მოხდა მისი განეიტრალება. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ის არის ამერიკელების კადრი თავდაცვის სამინისტროში. დიახ, აქ არის ერთი სქემა, რამდენად ჩემთვის არის ცნობილი. თავდაცვის სამინისტროდან გაიგზავნა შეერთებულ შტატებში წერილი, რომ აი თქვენი ნაკები ოფიცერი არის სიმთვრალის გამო და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კონგრესმენები შეერთებული შტატების დაინტერესდნენ ჯანჯღავას ბედით. იყო მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, თუმცა დარწმუნებული რომ ეს შეხვედრა მასთან გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯანჯღავა დატოვებს საპრობილეს. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ძალიან მოკლედ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანჯღავას და კიდევ რამდენიმე ოფიცერი ფაქტობრივად ანალოგიური ბრალდებებით დააკავეს. დიახ, ეს ინფორმაცია არის დადასტურებული და არა მხოლოდ შეიარაღებული ძალებიდან, არამედ ძალოვანი უწყებების სხვა სისტემებიდანაც. თადარიგის კი არა მოქმედი ოფიცრები, რომლებიც არიან საკმაოდ პრინციპულები, არიან სწორედ აი ამ ბრალდებით დაკავებული. წინააღმდეგობის გაწევა, ნასვამი მდგომარეობა, დებოში არ დამორჩილება. და რაც შეეხება ადრინდელ მდგომარეობას, ასევე წინა საარჩევნო პერიოდში ხდებოდა საკმაოდ ბევრი ოფიცრის გათიშვა და განეიტრალება. შეგახსენებთ გიორგი თავდგირიძეს, რომელსაც ფეხი მოტეხეს სწორედ საარჩევნო პერიოდში. შეგახსენებთ გენერალ ყუბა ყობალაძეს, რომელიც არის ვახტანგ გორგასლის ყველა ორდენის კავალერი, მისი განეიტრალება და მისთვის მიწებება ეგრეთ წოდებულ ამბოხში და ასე შემდეგ. ეს სია არის ულევი. ანუ ეს არის იმ ადამიანებზე, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს იციან, რომ არ დაემორჩილება. პირდაპირ. დიდი მადლობა. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ არენდობოდა სააკაშვილის ხელისუფლება სამხედროებს. ოპოზიციაში გადასული ხელისუფლების ნაწილი გავლენების შენარჩუნებისთვის იბრძვის, ნაწილი კი უკვე ტოვებს ქვეყანას. აეროპორტის ტრასა სამთავრობო ავტომანქანებით გადაიტვირთა. არის თუ არა პანიკა ნაციონალურ მოძრაობაში? სამინისტროში არ იციან დატოვა თუ არა ქვეყანა ზურაბადეიშვილმა. იუსტიციის მინისტრს ტელეფონი გამორთული აქვს და სამსახურში არ დარდის. ქვეყანაში არ იმყოფება არც თავდაცვის მინისტრი. ვრცელდება სხვაგვარებიც. აეროპორტში კონცენტრირებულ სამთავრობო ავტომანქანებში სახელმწიფო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს ნომრებია ამოცნობილი. DHD-041 ავტომანქანა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს. VVU-282 ლექსუსის მარკის ავტომანქანა ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს. SUS-007 Toyota Land Cruiser ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს. FXF-929 ლექსუსი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს. XCX-536 შკოდა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ZQZ-7 Mercedes-ის მარკის ავტომანქანა გაფორმებულია ვინმე ოთარ გვასალიაზე. სახელმწიფო მანქანები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. მათი მგზავრები VIP გასასვლელით სარგებლობდნენ, თუმცა მგზავრთა იდენტიფიცირება დაბრუნებულ მანქანაში შეუძლებელი აღმოჩნდა. მეორე დღეა სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის წევრები და მათთან დაახლოებული ადამიანები ქვეყანას პოლიტიკური ცვლილებების გამოტოვებენ. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ZGZ-7 პრეზიდენტის დაცვის უფროს თემურ ჯანაშიას ეკუთვნის. ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით SUS-007, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში VIP შესასვლელით შევიდა, პრეზიდენტის მეუღლეს ემსახურება. სანდრა რულოვსთან ერთად ავტომანქანაში თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოადგილე დათა ახალაია იჯდა. სად არის თავად დიმიტრი შაშკინი? თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურში ამბობენ, რომ შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. თუმცა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია მიმდინარე ვიზიტის შესახებ არ გამოქვეყნებულა. წყაროს ინფორმაციით დიმიტრი შაშკინმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. მინისტრი ოფიციალური ვიზიტის იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. ეს ვიზიტი იყო გაცილებით ადრე დაგეგმილი, დაბრუნდება 1 ოქტომბერს და ოფიციალური განცხადება ვიზიტის შესახებ შემდეგ გაკეთდება 1 ოქტომბრის შემდეგ. გახდება შაშკინის ყოფილ სამინისტროში. განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ყველა თანამდებობის პირი ადგილზეა, მათ შორის განათლების მინისტრიც.
ოფიციალური ინფორმაციით უცნობია მინისტრ ადეიშვილის ადგილსამყოფელი. იუსტიციის სამინისტროში არიციან დატოვა თუ არა ქვეყანა ზურაბ ადეიშვილმა. ის მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოჩენილა. ვანო მერაბიშვილი თბილისშია და მან დღეს მთავრობის ხდომა გამართა. ასეთია მისი პრესსამსახურის პასუხი. თუმცა მთავრობის ხდომის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღის ბოლოს მივიღეთ. პრემიერის პრესსამსახურმა დღის ბოლოსვე გაავრცელა აღნიშნული ხდომის კადრები, სადაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არ ჩანს. ქვეყნის დატოვების პარალელურად მიმდინარეობს დოკუმენტაციების განადგურების პროცესიც. ბოლო 2 დღეა თბილისში სხვადასხვა სახის დოკუმენტებს წავენ. 2 დღის წინ მეცხრე არხმა გადაყრილი ქაღალდები გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინა. გუშინკის სააგენტო ინფოცხრამ ლისის ტბაზე დოკუმენტების დაწვის პროცესი გადაიღო. თუმცა ნახევრად დამწვარ ქაღალდებზე წარწერები მაინც იკითხება. ჟურნალისტებმა უკვე ამოიცნეს ის პიროვნება, რომელიც დოკუმენტებს ანადგურებს. რა ქაღალდებია მაინტერესებს? არაფერი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაიწიეთ. და თუ მნიშვნელობა არ აქვს? ხო და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. უმნიშვნელო საბუთებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმა პირმა ჟურნალისტების გამოჩენისთანავე სასწრაფოდ ცეცხლი წაუკიდა. რიგითი არჩევითი ორგანოს სახელწოდება, არჩევის წელი, რად იქნა არჩეული. სწორედ ეს წარწერები იკითხება ინფოცხრის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე. დოკუმენტაციის დაწვაში მონაწილეები ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ ამოიცნო. მისი თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც მასალებს ანადგურებს პატიმრებზე ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებს, განსაკუთრებით აქტიურად აკვირდებოდა. ეს პიროვნება დავაფიქსირეთ უკლებრივ ყველა აქციაზე, რომელიც იმართებოდა ამ ციხის თემასთან დაკავშირებით. ეს არის ოპერატიული მუშაკი, სავარაუდოდ კუდის თანამშრომელია, რომელიც სტუმრობდა აი ამ აქციებს, ის მოდიოდა ოპერატიული მანქანით, შორი ახლოს იდგა ხოლმე აი ამ აქციებზე. ეს კადრი კონკრეტულად გადაღებულია სახელმწიფო კანცელარიაში, როდესაც აი ხედავთ ის დაწვის უკან ზის, აი ეს ახალგაზრდა არის. ვიდეო არ მინახავს და ადამიანის სახეზე მე რომ ვერ ვიცნო, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელს ვიცნობ, არა თუ კი რაღაცა მსგავსი აქვს ნანახი და მიმართეთ პოლიციას, უნებრივია გამოიძიეს პოლიცია და მე გასცემს პასუხი. ეს არ არის დოკუმენტაციის განადგურების პირველი შემთხვევა. 2 დღის წინ გლდანის ნაგავსაყრელზე მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფმა ნაციონალების გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკოლოზ ხაჩერიშვილისთვის განკუთვნილი წერილები და გლდანის კოორდინატორების სია აღმოაჩინა, რომელზეც დაწვრილებით არის მითითებული მოსახლეობიდან, ვინ არის ნაციონალური მოძრაობისადმი დადებითად განწყობილი და ვინ არა. ყოველთვის როცა მასალა გროვდება, მე საბუთები შედის, გადის და ის მიდის და ამ ნაგავში მიდის ამიჩნდება, მაგრამ არის ამაში კანონდაზოლას არის ამაში. იყო ასევე კოორდინატორების მიერ აღრიცხული ადამიანები, ასევე მათ მიწერილი ქონდათ, ვინ იყო მხარდამჭერი, ვინ ოპოზიციურად განწყობილი, ვინ ნეიტრალური და ასევე მითითებული იყო მათი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, თქვათ გულა ანძღავს და ასე შემდეგ. აი ეს რატომ იყო საჭირო? აი ესეთი დოკუმენტების გაკეთება და ასევე შემდეგ უკვე არჩევნების მეორე დღეს გადაყენება. ეს კონკრეტულად რაზეც საუბრობთ, მაგრამ კანონდაზოლა თუ არის ამაში და მე მითხარი. რამდენად კანონიერია კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლის სამსახით აღრიცხვა. მეცხრე არხს ამ შეკითხვაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ პასუხობენ. დღეს მთელი დღე ხმაური იყო ზუგდიდში, სადაც საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ალასანია ახალაია, ვინ იქნება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და დაინიშნება თუ არა ხელახალი არჩევნები. ამ წუთებშიც კი საოლქო კომისიაში ხმის დათვლის პროცესი გრძელდება, რომელსაც თავად შეერთებული შტატების ელჩის ესწრებოდა. რიჩარდ ნორლანდი დღეს ზუგდიდში აქციაზეც იმყოფებოდა. ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის მოვლენებს არჩევნების ჩაშლის მცდელობას უწოდებს. ეს მაშინ, როდესაც არსებობს გაყალბებული ოქმების რეალური ფაქტები. გაიღვიძე როლანდ. აქცია ზუგდიდში ამ შეძახილებით და ერთი მოთხოვნით დაიწყო. ოლქში არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს. დასრულდა ის ძალადობა, რითიც აქამდე არჩევნები გაყალბებით იგებდნენ არც ერთი ხმა, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, არ იქნება დაკარგული. აქციის მონაწილეებს უბანზე არც პოლიციის დანახვა გაჰკვირვებიათ და არც ხალხის სიმრავლე. ყველაზე დიდი სიურპრიზი იქ ამერიკის ელჩის გამოჩენა და ქართული მისალმება იყო. რიჩარდ ნორლანდმა საზოგადოებას აუხსნა, რომ აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით მივიდა. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებით. რატომ სამეგრელო? იმიტომ რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. ჩვენი მიზანია უზრუნველყოთ, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაწყებული ეს კვირა ასევე მშვიდად დასრულდეს. აქციაზე მონაწილეთა ტრანსპარანტებზე მხოლოდ ერთი გვარი ეწერა. მაშინ როცა მიტინგზე ახალაიას წასვლას ითხოვდნენ, ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერი მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა.
დღეს უკვე ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებულ დეპუტატობის კანდიდატს, რომელმაც მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, ყოფილი მხედრიონის წარმომადგენელი თემურ გერგაია დაემუქრა პირადი ანგარიშწორებით. ეს უკვე არის დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის და დისკრედიტაციის მცდელობა. განცხადება გააკეთა არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დადანაშაულებულმა კოალიციის ლიდერმაც. ბიძინა ივანიშვილმა მომხრეებს ქუჩიდან სასამართლოში გადანაცვლებას თხოვა. ძალიან ვთხოვ ჩვენს ხარდამჭერებს ქუჩის აქციებით ნუ აღარ შეესწრებიან სამართლის აღდგენას, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ შენობებში, გადავინაცვლოთ სასამართლოებში, გადავინაცვლოთ პარლამენტში და სულ მალე შეიკრიბება პარლამენტი და ყველა გაუგებრობები შეგვიძლია ჩვენ იქ გავარკვიოთ. იგივე მოწოდებით მიმართა ირაკლი ალასანიან დღეს საკუთარ მხარდამჭერებს და ამით დადიანების სასახლესთან აქცია დაასრულა. ამის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრად ისევ საოლქო კომისია იქცა, სადაც ხმის დათვლის საბოლოო პროცესზე დაკვირვება რიჩარდ ნორლანდმაც გადაწყვიტა. როგორც გითხარით, ზუგდიდის საოლქო კომისიაში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. ზუგდიდს პირდაპირ ეთერში ვრთავთ გურამ როგავა მოგვაწვდის სამეგრელოდან ბოლოცნოებს. გურამ, რა ვითარებაში მიმდინარეობს ხმების დათვა და ვინ რჩება მან პროცესის დამკვირვებლად? ნათია, ხმები უკვე დათვლილია, უბრალოდ ახლა კომისია განიხილავს იმ საჩივრებს, რომელიც ამ დროისთვის არის შემოსული კომისიაში. დღეს კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა, ეს ხმაური გამოიწვია ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბარამიძის გამოჩენამ. ის აქ გამოცხადდა როგორც დამკვირვებელი, თუმცა მისი, ასე ვთქვათ, აკრედიტაცია იყო გაცემული დღევანდელი რიცხვით და ეს არის დარღვევა, როგორც აცხადებენ კომისიის წევრები. ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთ მათგანს გავესაუბროთ. ეს არის დამკვირვებელი ქეთი ყიფიანი, რომელმაც გააპროტესტა გიორგი ბარამიძის აქ გამოჩენა. ქალბატონო ქეთი, რა დარღვევებზეა საუბარი? ეს არის ძირითადად პროცედურების დარღვევით მასზე გაცემული აკრედიტაცია, როგორც განაცხადა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მე უკვე ოფიციალურად შევიტანე 67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი, გადავეციე საჩივარი, მაგრამ ვინაიდან 6 საათი უკვე გასული იყო, ჟურნალში არ დარეგისტრირდა ეს საჩივარი, თუმცა ოქმში, სხდომის ოქმში ჩაწერილი იყო კერძოდ ჩვენ გავასაჩივრეთ ის, რომ აგერ მაქვს ხელთ განკარგულება, რომელიც გაცემულია CSKO-ს მიერ და რომელიც დათარიღებულია 3 ოქტომბრით. ხოლო თვითონ გიორგი ბარამიძეს ამ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთის რიცხვი იყო 2012 წლის 4 ოქტომბერი. საარჩევნო კოდექსის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 42 მუხლის 6 პუნქტის თანახმად საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. შესაბამისად, ბატონი გიორგი ბარამიძე ჩაენაცვლა, რაც განკარგულებაში წერია, ბართლომე შელიას. ანუ აქ მოხდა ჩანაცვლება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ეს მოხდა არჩევნების დღემდე, ანუ 1 ოქტომბრამდე, არამედ არჩევნების დღის შემდეგ. რატომ არიჭებთ თქვენ ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას? ეს ეწონის ფაქტად. რა თქმა უნდა, ამას დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ მე თვითონ შემსწრე ვიყავი, ამაზე მოწმეები არსებობენ, რომ ბატონი გიორგი ძალიან ისეთი მონოტონური სვლელობით, ხმის ტემბრით, ტონალობით შემოვიდა სხდომის დარბაზში და მისი უკაცრავად, მაგრამ იქედნული, ირონიული გამოხედვა იმას მოასწავებდა, რომ მან მოახდინა ზეწოლა კომისიის წევრებზე, ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებზე, აგრეთვე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ სატელიტი პარტიების წევრებზე, რომლებიც ვითომ აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტიას განეკუთვნებიან და საოლქოს მიერ და CSKO-ს მიერ დანიშნულ წევრებზე, რომლებიც აგრეთვე ნაციონალურ პარტიას განეკუთვნებიან და ზეწოლა იყო, რომ ვითომ აქ ვარ და ნურაფრის ნუ გეშინიათ. მიმართობა ეს იყო ქეთი ყიფიანი, რომელსაც აქვს დამკვირვებლის სტატუსი ამ შემთხვევაში. მოდით გავესაუბროთ ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი პიპიას, რომელიც ასევე ესწრება ამ სხდომას. ბატონო გიორგი, თქვენთვის თუ არის მისაღები ეს პრეტენზიები, რაც ხალხმა ქეთიმ დაამტკიცა? ნუ ვიცით არის, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალბატონმა ქეთიმ შემოიტანა
საჩივარი სამხ საარჩევნო კომისია იმჟელებს ამის შესახებ და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება თვითონ ბატონ გიორგის დასწრებას თომაზე, მე მოგახსენებთ ერთს რომ ჩვენ მივიღეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გახლავთ ბატონი გიორგი ბარამიძე და ჩვენ არ ქონდა მაგის უფლება რომ შეგვეზღუდებინა მისი ყოფნა დარბაზში. კარგი, დიდი მადლობა. მე უბრალოდ ვთხოვდი გიორგი ბარამიძეს რომ გაეკეთებინა მას კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით და მან მოუწლობის მიზეზად უარით გამისტუმრა, თუმცა ახლა ვხედავ რომ გიორგი ბარამიძე აქ იმყოფება და მე შევეცდები რომ მას გავისაუბრო თუ გვექნება ამის საშუალება. ძალიან დიდ ბოდიშუხტი მაყურებელს ამისთვის. ბატონო გიორგი, 2 წუთი თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ რომ მითხრათ 2 წუთი. კარგი, ბატონ შოთა მალაშხიას გავისაუბროთ მაშინ. ბატონო შოთა, თუ შეგიძლიათ რომ მობრძანდით და მითხრათ რა სტატუსით იმყოფებით აქ ზუგდიდის ნომერ 77 საარჩევნო ოლქში, რატომ მოხვედით დღეს? მე უკვე გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე, ჩვენთვის მთავარია სტაბილურობა იყოს ქვეყანაში, ამისთვის ჩვენ ბევრ დათმობებზე წავედით, მათ შორის არ ვიყენებთ ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებსაც და გვინდა რომ ის აღმშენებლობა, რომელიც იყო ამ 8 წლის განმავლობაში, ეს ტემპი არ შეიცვალოს. ხანია გამოჩენა, ასე ვთქვათ, აგრესიად შეაფასეს კომისიის წევრებმა და ზეწოლად. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ თქვენ და გიორგი ბარამიძე მოსულიყავით ზუგდიდის საარჩევნო ოლქში? თვითონ ბატონ გიორგის აქვს მოწმობა, ისი უფლებითაც მას აქვს უფლება შევიდეს თვითონ კომისიის ხდომაზე, რაც შემეხება მე ვიყავი მარტვილში და ასეთივე უფლებით, ამიტომ ვესწრებოდი კომისიის ხდომას. გააქვთ რამე პროგნოზი ამ უბანთან დაკავშირებით? რამე ასე ვთქვათ საფუძველი იმისა რომ ვივარაუდოთ რომ აქ შეიძლება ვითარება გართულდეს. ზოგადად არის ძალადობა საარჩევნო ოლქებზე, ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა პრესპიკერმა ჩვენმა, ამასთან ერთად თქვენმა ტელევიზიის მფლობელმაც ოცნების ხელმძღვანელმაც გააკეთა განცხადება რომ ეს აქციები იქნას მოხსნილი, ამიტომ ეს რო არ გაგრძელდეს ამისთვის საჭირო არის ამდაგვარი ქმედებები. გასაგებია, ბატონ გიორგი, შეგიძლიათ 2 სიტყვით რომ მითხრათ, ანუ თქვენი აქ გამოჩენა გააპროტესტეს კომისიის სხვა წევრებმა და აღნიშნეს, რომ ეს იყო ძალადობა, რა და დღეს რიჩარდ ნორლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა ზუგდიდში და მან მოუწოდა ყველას, რომ ასე ვთქვათ, შიშის ფაქტორი მოხსნას ამ საოლქო კომისიებში, ყველამ შეეცადოს, რომ მათ შეუქმნათ კომისიის წევრებს ყველანაირად ის პირობები, რომ მათ ზეწოლის გარეშე შეძლო მუშაობა. თქვენ რატომ მოხვედით აქ, როცა პარალელურად აქ თქვენი მოსვლა შეფასდა ძალადობად, როგორც აღნიშნეთ და ზეწოლად? თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი მოსვლა ძალადობაა? მე კომისიის წევრების შეფასებებს ვახმაურებ ამ შემთხვევაში და თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო და სერიოზულად მიგაჩნიათ ეს? უბრალოდ უეცრად თქვენი გამოჩენა, ასე ვთქვათ, თავისთავად შეკითხვებს აჩენს. თქვენ იყავით ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. შეკითხვებს აჩენს ერთი თემაა, მაგრამ ჩემი როგორც პარტიის წარმომადგენლად აქ მოსვლა შეიძლება ვინმე სერიოზულად ჭკუატყოფებმა განიხილოს როგორც ძალადობა. კომისიის წევრებს აქვთ პრეტენზიები. ხო და გავიგე მე ჭკუატყოფას და სერიოზულად ვაპარაკობთ. თქვენ მათზე საუბრობთ, რომ ეს არგუმენტები არის უსუსური? რა თქმა უნდა, სასაცილოა ხო. ჩემი აქ ყოფნა თავისთავად ძალადობა. ანუ მე მაშინ მიგზალავენ არსებობას, ხო საერთოდ? ანუ სადაც მე გამოვჩდები, იქ უკვე ძალადობა ხდება? ჩემი გამოჩენა თავისთავად არსებობა უკვე ძალადობაა? ახლა სერიოზულად მე მაქვს ერთი კითხვა, არ არის ძალადობაზე საუბარი, იქნება ბატონ გიორგის კითხვა, გურამ გესმის ჩემი? იქნება ბატონ გიორგის კითხვა, რა მიზნით არის მისული საოლქო კომისიაში? და ეხლა თქვენმა პარტიამ ისიც უნდა ისწავლოს, რომ სადღაც წააგებს კიდევ. კარგით, ჩვენს წამყვანს ნათია ლაზაშვილს აქვს ერთი ასეთი შეკითხვა, რა მიზნით ხართ აქ მოსული საოლქო კომისიაში? მიზანი თქვენი? გადაიღეთ ესა. ხო იცით ეს არა? გიორგი ბარამიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეტი საკითხი პარტიის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ახსნათ მიზანი თქვენი აქ ყოფნის? უბრალოდ არა მხოლოდ პარტიის წარმომადგენელი რატო ესწრება საოლქო კომისიას? რატომ ესწრება? აბა თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო? მე თქვენ გეკითხებთ ჟურნალისტი ვარ. თქვენ თუ მიხვდებით, კაია, თუ ვერ მიხვდებით. მე შეკითხვა, რატომ ესწრება პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიის ხმები? იმიტომ რომ დაიცვას ჩვენი პარტიის ხმები, რომელზედაც არის მცდელობა, რომ როგორც მაჟორიტარული ოლქი წაგვაგებიონ ძალადობით, ზეწოლით, დაშინებით, ისე პროპორციულ ხმებში, რასაც გამოგცემთ კონკრეტული ფაქტები დამისახელოთ დაშინების და ასე ვთქვათ ძალადობის. დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით, მე თვითონაც ნამდვილად გამიკვირდა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონმა პირდაპირ დაადო ხელი
ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომ ის შევიდა მის კაბინეტში, მაშინ როცა აქ მრავალათასიანი მიტინგი იმართებოდა ქართული ოცნების და ნეტა რატო იმართებოდა შემთხვევით ალბათ ამ შენობასთან და რომ უთხრა, რომ აი ამ ხალხს ეცი პატივიო. Სხვადასხვა ეს ხალხი იყო ჩამოსული თელი საქართველოსთან. კანონს ეცი პატივი კი არ უთქვია. ამ მომრჩეველს ეცი პატივი კი არ უთქვია. აი ამ ხალხს, ვინცო ჩამოვიდაო სამიტინგოთო, იმას ეცი პატივი. გამიგეთ? და ეს არის სწორედ ზეწოლა და ეს არის ძალადობის მცდელობა და კომისიის მოდელი აქცია თქვენ შეეხება ზეწოლა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ამისთვის გააკეთეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამისთვის შეკრიბეს თელი საქართველოსთან ეს ხალხი, ხო? ამის შესახებ თავმჯდომარეს ალბათ არ უსაუბრია, აქ იმყოფებოდა რიჩარდ ნორლანდი აქციის დასრულების შემდეგ ესაუბრა საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, კითხა მათ ხო არ იყო მათზე ძალადობა ზეწოლა და მათ უთხრეს, რომ არა ისინი 7 ვითარებაში მუშაობდნენ აქ ზუგდიდში და მათ აქციის შესახებ არ გაუმახვილებიათ. თქვენ რა თქმა უნდა ამ კადრებს არ გაუშვებთ თქვენი ტელევიზიით. ახლა პირდაპირ ეთერში ხართ. ხო, არა, ამ კადრებს მე არ გულისხმობ ჩემ კადრებს. აი იმ კადრებს, რომელზედაც კომისიის თავმჯდომარემ ამხილა ქართული ოცნების წარმომადგენელი აი ამ შანტაჟში და ძალადობაში. ჩვენ ამ კადრებს გაუშვებთ აუცილებლად. ახლა ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაყურებელს ის კადრები, რომელზეც საუბრობს ბატონი გიორგი ბარამიძე. მე გეტყვით, სანამ ეს კადრები პირდაპირ ეთერში გავა, მართალია ბატონი გიორგი არ მოწევს, რომ ეს კადრები პირდაპირ ეთერში არ გავა, მაგრამ უკვე მზად არის ეს კადრები და ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა ამ კადრების პირდაპირ ეთერში გაშვება. თქვენ ახლა მოისმენთ თუ რა დაპირისპირება მოყვა ბატონ გიორგი ბარამიძის გამოჩენას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარე იყო, ასე ვთქვათ, ზეწოლის ქვეშ. მე შემოგთავაზებ ამ კადრებს და აქვე დაგემშვიდობებით. არის გამოშვებული საპრობილედან და ქალბატონი ნანა იმყოფება სუფთა ადამიანის ნეგის ქვეშ. თქვენ გაქვთ ოჯახური კლანი ოლქში და მე თქვენ მეწოდები. დავაცილოთ თუ არა ქალბატონ ნინო ხოფერია დღევანდელის პროექტა. აბა მიხარეთ. ვინ არის სინააღმდეგი? ძალიან შოლ ქალბატონია დაწვეს. თქვენ ახეთ პირდაპირ ჩართვა ზუგდიდიდან და ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა. ახლა კი გადავდივართ შემდეგ თემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები და დამკვირვებლებისა და ოპოზიციის ხელთარსებული ასლები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. შეცვლილი მონაცემებით ზოგ შემთხვევაში იცვლება როგორც ოლქის შედეგები, ასევე გამარჯვებულის ვინაობა. ასევე CSKOS ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოქმებში ნათლად ჩანს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გადასწორებული მონაცემები. ნახეთ რა სქემა მოქმედებს კონკრეტულ უბნებზე მიღებული შედეგების გასაყალბება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული სიღნაღის მეხუთე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მონაცემები CSKOS ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა. აღნიშნული უბნის შედეგები მთლიანად ცვლის ოქმის მონაცემებსა და გამარჯვებულის ვინაობას. ის ოქმი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვთქვათ, რომ ეს რეალური ოქმი და რომელიც ჩვენმა დამკვირვებელმა წამოიღო, ის ოქმი რო იყოს ჩათვლილი და არა ის, რომელიც არის გაყალბებული, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენელი იგებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური ამბობს, რომ არჩევნებზე ყველაზე უხეში დარღვევებიდან აღსანიშნავი სწორედ ოქმების გაყალბებაა. უბანზე დაფიქსირებული შედეგები CSKOS-თვის გაგზავნილ მონაცემებს საკმაოდ ხშირად არ დაემთხვა. ხაშური შეიძლება ითქვას ყველაზე ესე თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც ცალსახად იმ უბნებზე, სადაც თქვათ სპეცრაზმია შესული, როგორც ამას ადასტურებენ ახსნა-განმარტებებში კომისიის წევრები და დამკვირვებლები და ის რაც მედიით გადაიცა, იგებდა სწორედ ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტი და მისი მაჟორიტარი დეპუტატი. თუმცა მოგვიანებით იმ ოქმებში, რომელიც ოლქში აღმოჩნდა, იგებს სრულიად განსხვავებული მეორე საარჩევნო სუბიექტი. გაყალბების სქემაზე საუბრობს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე იანტაძე. მისი თქმით, უბნის კომისიის თავმჯდომარეებს შემაჯამებელი ოქმების დედანთან ერთად ასლებიც მისცეს. თავმჯდომარეებმა კომისიის წევრებს შერ ასლები შეავსებინეს რეალური რიცხვებით და ხელი მოაწერინეს. ოქმების ორიგინალებში კი სხვა რიცხვებია. დარიგება ასლების ორიგინალთან ერთად იყო ყველგან, სატელეფონო კონსულტაციებიც როგორც ჩანს იყო ყველგან, მაგრამ აღმოჩნდნენ უბნის კომისიის თავმჯდომარეები, რომლებსაც ჰქონდათ იმდენი პასუხისმგებლობა, რომ პირდაპირ ჩაწერეს ორიგინალში რეალური რიცხვები და წაიღეს საოლქო კომისიაში. კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევების თაობაზე სპეციალური საპარლამენტო კომისია შეიქმნება, რომელიც შედეგებს შეისწავლის. შევქმნით საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც დღეიდანვე დაიწყებს წინადადებების მოგროვებას ყველა იმ დარღვევებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი და არც ერთი ფაქტი არ დარჩება გამოუძიებელი. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი აცხადებს, რომ საჩივრების განხილვა მიმდინარეობს და რამდენიმე უბნის მონაცემები უკვე გაბათილებულია.
სიღნაღში გაბათილდა ერთი უბნის შედეგები და აქ შესაძლებელია გაიმართოს ხელახალი კენჭისყრა. რაც შეეხება ყვარელს თერჯოლას, ასევე ხაშურს, მიმდინარეობს საჩევრების განხილვა. გარდა შეცვლილი მონაცემებისა, ასევე დაფიქსირებულია საარჩევნო ბიულეტენი, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის მიცემული ხმების ოდენობა ბევრად აღემატება კონკრეტულ უბანზე მისულ ამორჩევლების რაოდენობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ სწავლობენ ცესკოში წარდგენილ ოქმების ორიგინალებსა და ასლებს. ისინი სასამართლოს საჩივრითაც მიმართავენ. ეგრეთ წოდებული კარუსელი კოჯრის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებულ ნომერ 42 და 53 სპეცუბნებზე. დამკვირვებელთა განცხადებით, სწორედ ამ სამხედრო ნაწილში დაფიქსირდა არჩევნების გაყალბების ყველაზე უხეში დარღვევები. გარდა იმისა, რომ დახურულ სპეცუბანზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, დამკვირვებლის კამერით დაფიქსირებულია თუ როგორ ხდება სპეცუბნებზე სამარშრუტო ტაქსებით ადამიანების დიდი რაოდენობით გადაყვანა. კოჯრის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებული ნომერ 42 და 53 სპეცუბნები. არჩევნების მსვლელობისას უბნებზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანების გადაადგილება შეინიშნება. ეს კი ერთ-ერთი დამკვირვებლის ვიდეო კამერაზე აღბეჭდილი კადრებია. სპეცუბნებზე სამარშრუტო ტაქსებით ხალხი მიჰყავთ. კოჯრის დახურულ სპეცუბნებზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანების ეგრეთ წოდებულ კარუსელში მონაწილეობას ადასტურებენ დამკვირვებლებიც. უთითებდნენ თუ რომელ კაბინაში უნდა შესულიყვნენ და როგორ უნდა მიეცათ ხმა. შემდეგ, როდესაც გამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, დაინახა თუ როგორ გამოვიდნენ ის მოქალაქეები, ან ჯგუფ-ჯგუფებად იყვნენ 20-30-40 კაცი. და როგორ ხდებოდნენ სხვადასხვა მიკროავტობუსებში და როგორ ეუნებოდნენ ერთმანეს თუ სად უნდა წასულიყვნენ რამოდენიმე თქვა კიდევაც რომ ქარელში უნდა წავიდეთ ახლა ზოგმა თქვა რომ კწანიში უნდა წავიდეთ ანუ დილიდან შემოდიოდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მოყავდათ მარშრუტკებით ავტობუსებით ქალბატონები ბავშვებითაც კი შედიოდნენ აძლევდნენ ხმებს, ეს მარშრუტკები ელოდებოდნენ, მეორე ეტაპი მიყავდათ. დაურეკეთ მე არასამთავრობოებს, ეუთოს წარმომადგენლები კიკეთში იყო დარღვევა და იქიდან ჩამოვიდნენ. უბნებზე ეუთოს დამკვირვებლის ეკიპაჟის წევრი დავით ყალიჩავა ადასტურებს, რომ კოჯრის პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებულ 42 და 53 უბნებზე ხმების გაყალბების ეგრეთ წოდებული კარუსელის მეთოდი გამოიყენეს. იყო მაქსიმალურად დიდი მარშრუტკები, ფეხზე იდგნენ და დილის 8 საათიდანო დაახლოებით 35 მარშრუტკა ამოვიდა. შეყავდათ ეს ხალხი. სახეებს მალავდნენ. ესეთი სიტუაციაში შევესწარით. გამოვიდა ეუთოს მისია უბნიდან, დასკვნაში ეწერა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. საიას იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არჩევნების მსვლელობისას სპეცუბნებზე სამხედრო მოსამსახურეების გარდა სხვა პირთა შესვლას კრძალავს, ასეთი ფაქტები მაინც დაფიქსირდა. ჩვენ გქონდა შემთხვევები, როდესაც გორის ჰოსპიტალში გავასაჩივრეთ ჩვენ და მოვითხოვეთ მთლიანად მაჟორიტარული შედეგების ბათილობა. იგივე შემთხვევა გქონდა გლდანის ციხეზე 115 უბანზე, სადაც ეჭქვეშ დავაყენეთ მაჟორიტარული შედეგები, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ ამ უბანზე რეგისტრირებულები და ისინი ორივე წესით მონაწილეობდნენ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით 71 სპეცუბნიდან 57 უბანი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყებათა ნაწილებში იყო განთავსებული. კიდევ ერთხელ გაყიდული ტელევიზია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ახალი მფლობელი დავით კეზერაშვილი ხდება, რომელსაც ოპერის გარდა ინტერესები მედიაშიც გაუჩნდა. კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრია გუშინ დაფუძნდა. მედია ჯორჯია სააკაშვილს დობით აღჭურვილმა ყარამანაშვილმა ტელეკომპანიის 40% $9 მილიონ დაუთმო. რა ახალ სქემებს ხლართავს ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე წართმეული მედია საშუალებების შესანარჩუნებლად. რუსთავიორისათვის ბრძოლა უკვე წესების გარეშე დაიწყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ტელეკომპანია რუსთავიორის 40%-იანი წილი 500,000, ხოლო ტელეკომპანია მზის $250,000 დაუჯდა. ინფორმაციას ტელევიზიების გასხვისებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს. ჯორჯიან მედია კომპანია, რომელმაც რუსთავიორისა და მზის წილი იყიდა, გუშინ 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილია. რატომ გადაწყვიტა არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიების წილის შეძენა უცნობია. კომენტარი არც ტელეკომპანიების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა და არც თავად კეზერაშვილმა არ გააკეთეს, რომელსაც შესაძლოა ახლად შეძენილი ქონების დაცვა სასამართლოში მოუწიოს. რუსთავიორსა და მზეზე პრეტენზიას ტელეკომპანიების ყოფილი მფლობელები აცხადებენ. მოკლედ დროში გეგმავს სარჩელის შეტანას გერმანიაში მყოფი ბიზნესმენი კიბარ ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ ორივე ტელეკომპანია პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე დაათმობინა.
მოიწმოი ჩემთვის უკეთესი იქნებოდა და მეორე დღეს ნოემბრის დაახლოებით შუა რიცხვები იყო 17 განმაცავს. ორივე ტელევიზიის სტილი დამატმოკინეს, ვინმე მაშინ გიდოშვილის მეგობრის სასარგებლოდ, ამის შემდეგ ის გაიფორმეს თავიანთ მისაღებ პიროვნებებს. იცოდა რა ფიქრობდა და ეს ორ სადაუა და მას არ შეეძლება ეს როგორც ფაბიოსანი მყიდველის მიერ გაკეთებული აქტი, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ტელევიზია არის საკამათო. რუსთავიორის დაბრუნებაზე საუბრობენ კომპანიის ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი არქიმიძე, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ღია წერილში. უთხარით არა პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ რუსთავიორს თავისუფალი მედიის სტატუსი. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას იმედს გამოვთქვამთ მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კეთებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ქვია. ტელეკომპანიების მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანზე გასხვისება ჟურნალისტ და მედია ექსპერტ ზვიართ ქორიძისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსთავიორი და მზე სახელისუფლებო წრეების საკუთრებაში იყო. ქორიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი ფაქტი ახლა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა. მე მგონი არაფრის მომასწავლებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ის რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ახლა გახდა ლეგალური. ტელეკომპანია რუსთავიორისა და მზის დაბრუნებას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ეროსი კიწმარიშვილიც ითხოვს. რეალურად ვის დარჩება ტელეკომპანიები რუსთავიორი და მზე სასამართლოში გაირკვევა. რეკლამის შემდეგ არის თუ არა ქვეყანაში საბოტაჟის მცდელობა. დაბრუნება 9 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, რატომ არ საუბრობ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი? მე ვერაფერს ვერ ვთქვი, თვითონ გააკეთებს ყველაფერს. ერინალება და რაღაცა უბრალოდ დროობდა. ყაჩაღობა პოლიციის შენობის წინ და მანქანის მართვა შუა ქალაქში ღვედის გარეშე. როგორ ხდება სამართალდარღვევები სამართალდამცველების თვალწინ? მიმდინარე მოვლენებთან ნამდვილად ვერ დავაკავშირებ, ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ინდივიდუალური ცალკე შემთხვევა. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ნათელაზე შულთან ერთად ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო უცნობზე FM 98 პანკისი დუმილს არღვევს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდინ ალდამოვის ახლობლები ერთი თვის წინანდელ ტრაგედიასა და მუქარაზე საუბრობენ. ალდამოვის დედა მომხდარს ხელისუფლების მიერ მომზადებულს უწოდებს. კიდევ ერთი დაღუპულის ასლან მარგოშვილის მამიდის თქმით, მისი ძმისშვილი ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ვაჰაბიტებმა ჩაითრიეს. დაღუპულთა ახლობლები ცხედრის გადაცემისა და დაკრძალვის დროს მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ყვებიან და იხსენებენ, რომ ხელისუფლებამ მათ გლოვა და მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული პანკისელი ახალგაზრდების ბაჰაუდინ ალდამოვისა და ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრები დუმილს არღვევენ. ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი. სწორედ ასეთ შეფასებას აძლევენ ოჯახის წევრები ლაფანყურის მოვლენებს. ხელისუფლებასთან თუ რამე კავშირი არ ჰქონდათ, ამათ რო არ ჰქონდათ ქვეყანა მიწის. ესენი პატარა ბიჭები იყვნენ. ესენი არც სამსახურში იყვნენ, არც მაგათთან ქონიათ კავშირი. აი, ვიღაცას ხელი რო არ შეეწყო, ვიღაცას გზა რო არ გაიხსნა, ვიღაცას რაღაცა რო არ გაეკეთებინა. აი, თქვენ წარმოიდგინეთ, აი, როგორ წავიდოთ. აი, მაგ ხელა იარაღი ქონიათო, საიდან მოიტანდნენ იარაღს? ერთნაირი ჩასაცმელია, სამხედრო ფორმებით რო იყვნენ ბიჭები, საიდან მოიტანდნენ მაგნიტს? სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილს ალდამოვის დედა ხელისუფლების მხრიდან მუქარაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილი ისე დაასაფლავეს, რომ გლოვის საშუალებაც არ მისცეს. შემოდიოდნენ ჩუმად ქალები და ჩუმად მოვედითო. კარები ღია არ ალიო. ეს კაცები იძახდნენ ალბათ, მთავრობის ხალხი იყო მოდიოდნენ. ნუ გააღებდო, ნუ გააზვიადებდო, ბიჭებს არ მოგცემ. დაღუპულთა ოჯახებმა ინტერვიუ პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრს მისცეს. მოგვიანებით კი კომენტარზე მე-9 ახსას დათანხმდნენ. იხსენებენ, რომ საქართველოს სამი მოქალაქის ცხედარი ხელისუფლებასთან რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ დუისის სასაფლაოზე ჩუმად დაკრძალვის პირობით მიიღეს. ერთი თვის შემდეგ კი დუისელები კიდევ 4 ცხედრის შესახებ საუბრობენ. სამივე ამოუთხრიათ, 4 ხო არიან მან დამარხულები, მესამეში შეიცნა თავისი შვილი, მაგრამ ისევ ჩამარხეს. პირდაპირ ასე გულაღმა ჩაყრილები ყოფილან, იქ სადღაც მაგან ხო არც იცის ეს აეროპორტის მახლობლად სადღაცა გათხრილი არისო. პირდაპირ რაღაც კანალის მაგვარი რაღაცა არხი და იმ ორმოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაპირველი განცხადებით სპეცრაზმა ეგრეთ წოდებული დივერსიული ჯგუფის 11 წევრი მოკლა. მოგვიანებით ამავე უწყებამ დაადასტურა, რომ 3 მათგანი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ლოპოტის ხეობაში ასევე ოფიციალური მონაცემებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი და სამხედრო ექიმი დაიღუპა. დაიჭრა 5 სპეცრაზმელი. ძალოვანი უწყება სპეცოპერაციის დაწყების მიზეზად ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას ასახელებდა. ბანკისელები მომხდარის გამოძიებას და რეალური მიზეზების დადგენას ითხოვენ. და კვლავ არჩევნები ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ ბიულეტენების 99% აქვს დათვლილი. პრობლემ ოქმებზე დავა ამ დრომდე გრძელდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირდაპირ ეთერში ვთავთ, იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე. თამთა, დადგა თუ არა დღის წესრიგში რომელიმე სადა ოლქის შედეგების გაუქმება? დიახნათია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ცესკომ დააკმაყოფილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სარჩელი და ბათილად ცნო თეთრი წყაროს საოლქო კომისიის გადაწყვეტილება უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ საკითხს ბუნებრივია აჟიოტაჟი და ხმაური მოყვა ცესკოს სხდომაზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა თეთრი წყაროს ოლქში, რომ შესაძლოა ერთი უბნის გაუქმებამაც კი საბოლოო შედეგზე იმოქმედოს. ამ დროის მონაცემებით კი შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით ბეჟუაშვილი ლიდერობს. დღეს იყო სხვა განხილული სხვადასხვა საჩივრები, რომელიც პრინციპში უკვე საკმაოდ ბუნებრივია, როცა ამ დროს არის ხოლმე ამდაგვარი საკითხები. Განვიხილეთ და ბევრი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზოგი ცოტა ადვილად, ზოგი ცოტა უფრო პოლემიკით, არა გავიარეთ. თეთრწყაროსთან აქ არის პატარა უბანი, რომელშიც თქვათ იქ საკითხები ძალიან, რომლის განკარგულება იყო საკმაოდ ისეთ გაურკვევლად ჩამოყალიბებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ხელახლა გადავხვალოთ. არის პატარა უბანი 92 ამომრჩევლით. ისიც რა ეს იყო კონკრეტული დარღვევების საფუძველზე. თეთრწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინა უბნის შედეგები კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება, რადგანაც არაერთი კანონდარღვევა იყო მითითებული, რაც მოხდა საარჩევნო უბანზე, რის საფუძველზეც გაუქმდა ეს უბანი. ეხლა რა გადაწყვეტილებაც მიიღო საარჩევნო კომისიამ, ესწრებოდით ამ გადაწყვეტილებას. ეს იყო აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კომისიამ ყველანაირი საფუძვლის დასაბუთებულობის გარეშე მიიღო განკარგულება, რომ ბათილად იცნოს ის განკარგულება, რომელიც საოლქო კომისიამ მიიღო და მოდი ხელახლა გადავთვალოთ შედეგები ამ საარჩევნო კომისიაში, მაგრამ ამ უბანზე იმდენად სხვა სახის დარღვევები იყო, სხვა უხეში დარღვევები იყო, რომ მხოლოდ გადათვლით იქ რეალური შედეგი არ დგება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სიღნაღის, ქედისა და კიევის საარჩევნო უბნებზე შედეგები გაუქმდა და ბათილად გამოცხადდა. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ბოლო 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს 2 უბნის დათვლის პროცესი, თუმცა ამ დრომდე ჩვენ ვერ გავარკვიეთ ამ 2 უბნის შედეგები. ამ დროის მონაცემებით დათვლილია ხმების 99.95%, შედეგები კი პროცენტული მაჩვენებლები პროპორციული სიით ასე გადანაწილდა 54.98% კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო 40.39% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, აქაც ვითარება უცვლელია, 39 ოლქში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო 34 ოლქში კი პოზიციებს ინარჩუნებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მადლობა, ეს იყო თამთა ჯანაძე და პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 9 დღიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ოჯახში დაბრუნდა, თუმცა ბუნდოვანი ისტორია კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა. არც ბესო სურმავა და არც მისი ოჯახი მომხდარზე არ საუბრობენ, თუმცა ჟურნალისტებს პირდებია, რომ წინა საარჩევნოდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსა და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე კომენტარს 2 დღეში გააკეთებენ. ივანიშვილის დაცვის წევრთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. 9 დღის წინ გაუჩინარებული ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა თავად ბესო სურმავაც და მისი მეუღლეც მედიასთან ღიად საუბარს ერიდებიან. ვერანაირ კომენტარს ვერ ვიყრი რა. ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რომ ჯანმრთელობის უბრალოდ არ არის ისვენებს და მე ვერაფერს ვერ ვთქვი, თვითონ გააკეთებს ყველაფერს რა. იერიმალება და რაღაცა უბრალოდ დრო უნდა ჩამოყალიბდება და ყველაფერი იქნება. გაუჩინარებაზე არაფერი იცის ნარგის სურმავამაც. ის დღეს შვილის გამოჩენასთან დაკავშირებით ხონის რაიონის სოფელ საწვრილის კილოში მილოცვებს იღებდა. ამჟამად სად იყოფება თქვენი შვილი ხო არა? არავინ არ ვიცით. აბსოლუტურად არ ვიცით. წაიყვანენ, ისე ანახენ ოჯახი და წაიყვანენ. მე ასე მგონია,
რა ვიცი ახლა კიდევ საშიშროებაზე არ წაიყვანე ხო რაღაცაც მოიყვანე პირველი პერიოდში ძალიან თლა გათიშული იყო პირველ პერიოდში ესე იგი მე ვერ ვცნობდი ჩემი შვილი რომ ელაპარაკებოდა სურმავა შესაძლო გადაცებისა და მის მიერ ჩანაწერების გავრცელების დეტალები ბუნდოვანია ქართული ოცნებისთვისაც. კოალიციის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თედო კობახიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ კოალიციის იურისტები მზად არიან სურმავას დაეხმარონ. შეგვეცდებით რომ დავიცვათ მისი უფლებები, როგორც შიდა, ასევე თქვათ საერთაშორისო დონეზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, როგორც აღნიშნე, ის მიზეზი დღეს მისი თქვათ პირიდან მოსმენილი და გაცხადებული თუ სად იმყოფებოდა იგი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და რეალურად რაიმე პრობლემა ჰქონდა თუ არა შექმნილი იგივე სამართალდამცავების თუ აწუყვე ყოფილი ხელისუფლების უკვე ოპოზიციის მხრიდან. აღიზრდა თუ არა საქმე გატაცებასთან დაკავშირებით ზოგადად ფლობს თუ არა ინფორმაციას ძალოვანი უწყება მომხდარზე. ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ ზარს არ უპასუხეს. მეცხრე არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ ამ წუთებში განცხადება გაავრცელეს რუსთავიორის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სრულად წავიკითხავ ამ განცხადებას ჩვენთვის ცნობილი გახდა ბატონ ქიბარ ხალვაშის მიერ მეცხრე არხისთვის გაკეთებული კომენტარი რომელიც შეეხება პრეტენზიას სამოუწყებლო კომპანია რუსთავიორის 100%-იანი წილის ფლობელობაზე შევახსენებთ ბატონ ხალვაშს და ვაცნობდეთ საზოგადოებას რომ ხელისუფლების მიერ ზეწოლი და შანტაჟით წართმეული ტელეკომპანია რუსთავიორის 60%-ის წილის გადაფორმების დოკუმენტს სწორედ ბატონი ხალვაშის ხელმოწერა აქვს რბილად რომ თქვათ გაოცებული ვართ ბატონი ქიბარის ასეთი უაპელაციო გამოსვლით ვაცხადებთ რომ ვაწარმოებთ კონსულტაციებს იურიდიულ ჯგუფებთან რომლებიც უახლოეს დღეებში შეიტანენ სარჩელს სასამართლოში ვიმედოვნებთ რომ ეს საქმე გახდება ლაკმუსის ქაღალდი ახალი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ისტორიაში განცხადებას ხელს აწერს რუსთავიორის დამფუძნებლები და ხელს აწერენ დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ბიზნა ივანიშვილმა დღეს საჯარო მოხელეებს მათ შორის პოლიციელებსაც მიმართა და კიდევ ერთხელ მისცა პირობა რომ მათი უმეტესობა რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ აქვთ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ დღესვე კოალიციის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მოუწოდა რომ შეწყვიტონ ქუჩის ყოველგვარი აქციები რადგან მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნებთან დაკავშირებული სადაო საკითხების განხილვას სასამართლოს გზით აპირებს ივანიშვილის თქმით მაქსიმუმ თვის ბოლომდე კოალიცია მთლიანად გადაიბარებს ხელისუფლებას და ჩამოაყალიბებს ახალ სახალხო მთავრობას. ჩვენ ვართ რეალური ხელისუფლება ელემენტარულად დრო სჭირდება ტექნიკურად ამას რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიფორმოთ და გადავიბაროთ. შესაბამისად ძალიან ვთხოვ ჩვენს ხარდამჭერებს ქუჩის აქციებით ნუ აღარ შეესწებიან სამართლის აღდგენას ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ შენობებში, გადავინაცვლოთ სასამართლოებში, გადავინაცვლოთ პარლამენტში და სულ მალე შეიკრიბება პარლამენტი და ყველა გაუგებრობები შეგვიძლია ჩვენ იქ გავარკვიოთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ ისევე როგორც ამ დღეების განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი კულტურა და მოთმინება აჩვენა საქართველოს მოსახლეობამ, აქეთაც მოუწოდებ, რომ ლამაზი გადასვლა მოხერხდეს. კოალიცია ქართულ ოცნებასთან დიალოგის წარმოების ჯგუფში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიგა ბოკერია შევიდნენ. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს დივანთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა პროცესი მშვიდობიანად და შეუფერხებლად წარიმართოს. ბოკერიას განმარტებით ამისთვის საჭიროა დიალოგი და ისინი თავის მხრივ ამ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მოქმედ ხელისუფლებასთან საკონსულტაციო ჯგუფი გუშინ ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა მათი მხრიდან ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის როგორც პრეზიდენტი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ყველა პროცესი წარიმართოს კონსტიტუციის ფარგლებში, შეფერხების გარეშე, დროულად და რა თქმა უნდა მშვიდობიანად. ამ ამოცანის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მე. იმედია ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში და ბუნებრივია საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი დაწყების და მიმდინარეობის თაობაზე.
ასეთი განცხადებების პარალელურად ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას სამოქალაქო წესრიგის მოშლის წახალისებაში ადანაშაულებს. კრიტიკის საფუძველი ამჯერად თბილისში მომხდარი ორი სამართალდარღვევა გახდა. პროკრედიტ ბანკის ფილიალსა და თურქულ სადისტრიბუციო კომპანიაზე ყაჩაღობის ფაქტი სახელისუფლებო გუნდმა კრიმინალური ტენდენციების ახალ გამოვლინებასთან დააკავშირა. ოპოზიციის გასამყარებლად ნაციონალურ მოძრაობა აცხადებს, რომ მართ წესრიგის დასაცავად ძალა ჯერ კიდევ შესწევს და პროცესს პოლიცია აკონტროლებს. ამ განცხადების საპირისპიროდ სამართლებრივი დაუმორჩილებლობისა და პოლიციური ლოიალურობის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა. დედაქალაქის ქუჩებში უსაფრთხოების ზღვედების გარეშე მოძრაობის ფაქტები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. უკვე ჩნდება ეჭვები საბოტაჟზე. ხელისუფლება საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის სიმპტომებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საშიში ტენდენციის უკან არჩევნებში გამარჯვებული ძალა დგას. ამას თქვენ ძალიან კარგად დაინახავთ უახლოეს დღეებში. ბრალდების პასუხისას ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავა, რომ კრიმინალური გამოვლინებების პროვოცირებას და პოლიტიკურ საბოტაჟს თავად ხელისუფლება ახდენს. რასაც ქვია ხელის გაშვენას და თითის გაშვენას, მე მათ მოუწოდებდი, ცოტა წინ გაიხედო, დაფიქრდნენ, გონივრულად მიუღდნენ ამ საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება გამოძიებული, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი კი არ გააკეთებს. ვიქტორ დოლიძე კი არ გააკეთებს, ნებისმიერი სხვა ლიდერი კოალიციისა. ამას გააკეთებს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. ბრალდება ორ კრიმინალურ ფაქტს მოჰყვა. ოფიციალური მონაცემით პირველი მათგანი გუშინ სამგორში მოხდა. ხინძმარაულის ქუჩაზე 4 ნიღბიანი თურქულ სადისტრიბუციო კომპანიას თავს დაესხა და იარაღის მუქარით 40,000 ლარი გაიტაცა. ადგილზე კი გაირკვა, რომ თავდასხმა მხოლოდ 20 სექტემბერს განხორციელდა. Компанияში деталებზე საუბარი არ სურთ. Ладно, я уже. Вас правда обокрали? Я говорю вам выезжать. Ачაღობის ფაქტი რომ მოხდა და ადასტურებთ, ხო? მეორე ფაქტი დიღომში პროკრედიტ ბანკის ძარცვას უკავშირდება. ფილიალიდან, რომელიც უბნის პოლიციის განყოფილების პირდაპირ ხედვის არეშია, ერთმა ახალგაზრდამ ფული გაიტაცა. თანხა უმნიშვნელო აღმოჩნდა. ბანკის ხელმძღვანელობამ ფაქტი რიგით კრიმინალად აღიქვა. მიმდინარე მოვლენებთან ნამდვილად ვერ დავაკავშირებ, ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ინდივიდუალური ცალკე შემთხვევა. სამართალდარღვევის ფაქტებზე პოლიციას სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაწყებული აქვს. თუმცა ის, რომ ორივე ძარცვა მათგან უშუალო სიახლოვეს მოხდა, პატრულის თანამშრომლება არ შეიმჩნიეს. ცოტა უცნაური თუ არ არის თქვენ განყოფილების დაახლოებით თანხის ოდენობა რა გაიგეთ, როგორ არის? არ ვიცი. თქვენთვის ცოტა საერთო არ არის, აი მოპირდაპირ მხარეს პოლიციის განყოფილებაა და მათ ხერხին ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. არა, არ არის საერთო. რავი, როგორ პოლიციისთვის შეუმჩნეველია ავტომობილებზე ღვედის გარეშე მოძრაობაც. უკონტროლობის პირობებში მოქალაქეები თავს მის გარეშე სიარულის უფლებასაც აძლევენ. მოვიწყდა. პატრული აღარ გაკონტროლებ? არ ვიცი. დავიღალე ქალაქში ამ ღვედის გაკეთები და კლდანის ციხის დამლაგებელი სასადილოს გამგე და ბუღალტერი საზოგადოებამ უნდა დაკითხოს ასახსნის გაზეთ ასავალ-დასავალი საპატიმროს პერსონალის პირადი მონაცემების გამოქვეყნებას. პუბლიკაციაში როგორც სტუდენტების ნაწილი, ისე სახალხო დამცველი საშიშროებას ხედავენ. თუმცა როგორც ჩანს, გაზეთის სამართლებრივ პასუხს არ აგებს. ბეჭდის მედიის მიერ პირადი მონაცემების გამოქვეყნება კანონმდებლობით არ რეგულირდება. დამოუკიდებელი და ზეპარტიული ასავალ-დასავალი გარეკანზე ერთ-ერთი პარტიის გამარჯვებას როგორც საკუთარს ზეიმობს. შიგნით კი გლდანის ციხის ყველა თანამშრომლის, მათ შორის დამლაგებლის მისამართს აკუთვნებს. ამ თამაშს ბევრი, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატი საშიშად თვლის. ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრები, შვილები, დედები, მეუღლეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაძლებელია ძალიან მარტივად შემდგომში კონდეს გარკვეულ ქმედებებს ამ ადამიანების წინააღმდეგ ადგილი არ არის აუცილებელია ეს გამოიხატებოდეს მაინც და მაინც ფიზიკურ შეურაცხყოფაში. პუბლიკაციის ავტორი მონაცემების გამოქვეყნებას პრევენციის აუცილებლობით ხსნის. საზადავით აიას აზრით, სანამ მთავრობას ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, საზოგადოებამ თავი თავად უნდა დაიცვას. ყველა მეზობელმა, ყველა ნათესავმა უნდა იცოდეს, რომ მათი მეზობელი და ნათესავი იქ მუშაობდა და დასხდნენ ერთად და კითხონ, აი ჩემო ძმაო, მეგობარო, მეზობელო, აი ეს ამბები რომ ხდებოდა, შენ ამ დროს რას აკეთებდი? უკაცრავად, აგრესიულ ფორმაში რომ მოხდეს, მაშინ დასწრე. მე არ მგონია რომ ეს აგრესიულ ფორმაში მოხდეს. აი აგრესიულ ფორმაში რომ აგრესიულ ფორმაში. აგრესიულ ფორმაში ეს არ მოხდება. დაგმე მიშაბეკ, დაგმე, ხელისუფალი რომელიც ბიჭებს წათმაში რახიდა.
სტუდენტურმა ჯგუფმა ლაბორატორია 1918-მა ციხის პერსონალის მისამართების გამოქვეყნება გაზეთის რედაქციასთან გააპროტესტა. თუმცა ასავალ-დასავალის ერთგული მკითხველისგან საკმაოდ მძაფრი რეაქცია მიიღო. ასავალ-დასავალის დამცველებს შორის ქართული ოცნების მაისურში ჩაცმული რამდენიმე ადამიანიც იყო. კოალიცია ამ აქციას გაემიჯნა. ადამიანი, რომელიც თქვა წამებაში მონაწილეობდა, ბუნებრივია მან უნდა აგვეს პასუხი, მაგრამ მის გამო პასუხს ვერ აგებენ მისი კოლეგები და ვერც მისი ოჯახის წევრები, ასე რომ ვთქვათ, იქ მისამართების გამოქვეყნება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც არის დაუშვებელი. როგორც ჩანს, გამარჯვებული გაზეთი, გამარჯვებული პოლიტიკური ძალის კურსს სცდება. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახების თავად გვესაუბრება ეკა საღამომშვიდობისა. ნათია საღამომშვიდობისა მივესალმები მე-9 არხის მაყურებელს. დღეს მთავარ კითხვას იმის შესახებ თუ რა ხდება გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს მოსახლეობა აქციას მართავდა მამუკა რეჟზე უპასუხებს, რატომ ჩავიდა ზუგდიდში ამერიკის ელჩი და მოხსნა თუ არა კანდიდატურა როლანდ ახალაიამ ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდიდან და რატომ მიმართა ოპოზიციაში გადასულ ნაციონალურ მოძრაობას. დავით ზურაბიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. მადლობა ეკა, მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში გავა ეთერში, საინფორმაციო სამსახური კი დღეს ამით ასრულებს მუშაობას. თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.